როგორც წესი, თბილისში საფესტივალო სეზონი მაისიდან იწყება. თუმცა ვიდრე მაყურებელი და მსმენელი მომდევნო 3 თვის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო და მასშტაბურ მუსიკალურ თუ თეატრალურ ფესტივალს მიიღებს, მანამდე სეზონი გასულ კვირას მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა სესილიმ გახსნა, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და რომელმაც წელსვე საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. სესილის საფუძვლად 2001 წელს კლუბ სარდაფში დაწყებული სტუდენტური ფილმების პირველი ფესტივალი ჩვენ მოვდივართ დაედო. მოგვიანებით ანდერგრაუნდიდან ამოსული ფესტივალი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ჩატარდა. წელს კი უკვე სესილის სახელწოდებით მონათლული ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდა და მასვე უკვე მეხუთე სერიოზული მისია დაეკისრა კინემატოგრაფში ახალი სახელების აღმოჩენა. ფაქტია, რომ კულტურის სამინისტროსა და არა მხოლოდ ამუწყებას ქართული კინოს არც თუ მომხიბლავი მდგომარეობის გამო ხშირად საყვედურობენ. თუმცა ამავე მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას გაბაშვილის უწყება როგორც ჩანს მონდომებით ცდილობს და ხანდახან ეს გამოსდის კიდეც. ყოველი შემთხვევისთვის სესილი წელს სწორედ კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ფინანსური მხარდაჭერა კი ერთკვირიან ფესტივალს, რომელიც 16 მაისს დაიწყო და ხვალ დასრულდება ეროვნულმა კინოცენტრმა გამოუცხადა. ეს არის ძალიან დასაფასებელი ინიციატივა. მე მადლობას ვეუბნები საჯაროდ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველწლიურად თავის შრომით და ენერგიით აწყობენ ამ ფესტივალს. წელს განსაკუთრებული წარმატებაა ინტერნაციონალიზაცია ფესტივალის, საერთაშორისო მასშტაბები მიიღო ამ ფესტივალმა. ჩვენ ბუნებრივია მხარს უჭერთ კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი და მხარს დაუჭერთ ყოველწლიურად, რომ საქართველოს ახალგაზრდულ კინოში გახდეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ცენტრი. ისევ დავიბრუნოთ კინოქვეყნის იმიჯი და სახე. შესაბამისად, აი ესეთი ინიციატივები არის ძალიან დასაფასებელი და ხაზგასასმელი ხელისუფლების და მთავრობის მხრიდან. ძალიან მიხარია, რომ მის დამაარსებლებმა ქალბატონი სესილია თაყაიშვილის სახელი შეარქვეს. ეს მართლა მე ბედნიერი ვახთ ამასთან მუშაობისა და მეგობრობისა თუ შეიძლება ითქვას, ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და ის აუცილებლად ზეცაში ხარობს დღეს, რომ ასეთი ფესტივალი არსებობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. იმიტომ მას ძალიან უყვარდა ახალგაზრდები და ახალგაზრდებთან მეგობრობდა სხვადასხვა. მეც მაშინ ახალგაზრდა ვიყო. მე მინდა უსურო ყველას წარმატება. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ფესტივალი და ახალგაზრდებს უფრო მეცნახავთ, მეტი ფილმები გადაიღება და უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები გაიზრდებიან საერთოდ. ფესტივალის გახსნა კინოთეატრ ამირანში ჩაიტვირთა. 60-მდე ახალგაზრდული ნამუშევრის ხილვა კი მაყურებელს უმეტესად კინოთეატრ რუსთაველში მოუხდა. წარმოდგენილი კინონამუშევრებიდან, რომელთა ქრონომეტრაჟი ფესტივალის წესის მიხედვით 40 წუთს არ აღემატება, ნახევარზე მეტი, ანუ 35 უცხოური იყო. ფრანგული, რუსული, იტალიური, გერმანული, შვედური, ესპანური და სხვა ქვეყნების სტუდენტური ნამუშევრების გადათვალიერება ჟიურისთვის საინტერესო და განსხვავებული შთაბეჭდილებების მომგვრელი აღმოჩნდა. 60-მდე ფილმია, როგორც მოგეხსენებათ, ნახევარი ვნახეთ უკვე, შეიძლება ცოტა მეტიც და შთაბეჭდილებები 1000-ნაირი, 60-ნაირი შეიძლება ითქვას. არის ზოგან იმედის გაცრუება, ზოგან პირიქით რაღაცა საინტერესო და სახალისოს ახლის ნახვა და რა ვიცი, ვნახოთ, საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი კინოსკოლის მდგომარეობა და ეს უნიკალური შემთხვევა შეიძლება ითქვას, რომ წელიწადში ერთხელ ამ ბოლო წლების განმავლობაში არის საშუალება, რომ ვნახოთ ის, რაც კეთდება ახალგაზრდულ კინოში. წელს ჟიურის თავმჯდომარედ ჰოლანდიელი გერბენ შერმერი დასახელდა. ამის გარდა ჟიურის რიგები კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილმა, რეჟისორმა დავით ჯანელიძემ, კინომცოდნე მარინა სალუქვაძემ და ოპერატორმა გიორგი ბერიძემ შეავსეს. სწორედ მათ მოუწიათ კვირის განმავლობაში საკონკურსო ფილმების ყურადღებით გადათვალიერება. ხოლო კინოთეატრ ამირანში რიგით მეხუთე სესილის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართება. ბრინჯაოს სესილი მონაწილეებს შემდეგ ნომინაციებში გადაეცემათ. ეს არის საუკეთესო მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი, მოკლე ნამუშევარი, მუსიკალური ვიდეო და ანიმაციური ფილმი. მე მინდა რომ საერთოდ ანიმატორი გავხდე მომავალში, სურვილი მაქვს, როგორც გამომივა არ ვიცი, მაგრამ ახალი ის გავიგე რომ არა მარტო შინაარსაა დიდი დატვირთვა, არამედ ვიზუალურობას და შეგიძლია რომ ვიზუალურად ისე გააკეთო შენი ფილმი, რომ წინ სვლა მოგიტანოს ამ ფილმმა.
Я в таком восторге от фестиваля, я вообще счастлива. Я совершенно не ожидала. Я была какая-то такая уставшая, и вообще тут я просто к жизни вернулась, и просто наконец я почувствовала человек, такое лето, я не знаю, все люди такие красивые, такие, я не знаю, мне так хорошо, мне прямо здорово. ფესტივალის ფარგლებში გასულ კვირას ქართული კინოს დღეც ჩატარდა, რომელზეც კოტე მიქაბერიძის ნამუშევარი ჩემი ბებია და იტალიელი რეჟისორის გრეგორი პეტიტკუეს ფილმი გრამა იყო წარმოდგენილი. ამის გარდა სესილის ფარგლებში სესილია თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართა და ჰოლანდიელი ანიმატორის გარით ვან დეიკის მასტერკლასის თემაზე მოკლე ანიმაცია. ხვალ ფესტივალის ფარგლებში ყველაზე ცხელი დღე იქნება. კინოთეატრ ამირანში ნერვიული ფონის მომატებაცაა მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურაც. ამ ყველაფერს კი რიგით უკვე მეხუთე საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალ სესილიზე გამარჯვებულების გამოვლენა გაანეიტრალებს. ხოლმე სამამულო კინემატოგრაფს უკვე ეყოლება ახალი სახელები, უფრო კონკრეტულად კი გამარჯვებული სახელები.